Keta! Ja! Nika, პროსტად მიწის გახსნა იცის? რა ჩაიდინე მარიკა? ვალაგებდი და შემთხვევით მაგირას და ვერ დავინახე. გონიცანი ფული იდო და შეისრუტა. აუ ნიკა ბოდიში. ვიკიდე ბოდიში რა. კაინიკა დაანება შენ და მე მივხედე. დად. ქალბატონი თამარა ხართ უკვე? კი, დიდი ხანია. ისი ამბოლ დროს სულ ადრე მოდიხართ ხოლმე. ან შენ მოდიხარ გვიან. კარგი ეხლა, ეგრე მგონია და რა ვუყო? ცოტაღან შემო. მოდი ქეთა, მოდი. რა ვანალიზებმა? მანარასის ხშირად დიაზეპამი აღმოჩნდა, გვიცოდით, მაგრამ ახლა შემთხვევა ვნახე და ამას უფრო მეტი აქვს. მოიცა, აბა პირველი მე რატომ გავხდი ცუდად? როგორც ჩანს დიაზეპამი ვიტამინებთან შევიდა რეაქციაში, რომელსაც შენ სვავდი და ამიტომ შედეგი უფრო მძიმე იყო. მანარას კურნალობა უფრო ადვილია, მიუხედავად რაოდენობის. ქეთა, გაწერეს როდის შევძლებ? მალე, დღეს საღამოს უკვე გაგწერთ. ხო და ძალიან კარგი. ხო აბა დავიწყებ რამის ძებნას და იმედია მაინც. ნუ დაიწყე ახლა. რა რომ ქეთა, ვიღაცა იქიმი ხომ არა? ჩვენიანია და უნდა იცოდეს. ანანა. საზა, შახტა. არაფერი რაღაც სისულელი აიჩემა ახლა და? იქნებ უკეთა მიხსნა რამ მოგწამლა. აი რამ მოგწამლა არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დალია არაფერ შუაშია. საზა, რა მოხდა, ვერაფერი ვერ გავიგე. ქეთა, მე გიხსნი ყველაფერს. ხომ იცი რომ ამის დასთან ვცხოვრობთ. თავიდან ვითომ დროებით გადავედით და ეს დროებით აგერ უკვე 4 წელი გაგრძელდა. იცი რა, ჩვენიერი ურთიერთობა მქონდა დალისთან. მაგრამ მე თანდათან როგორც ხდება ხოლმე მერძალი ის მული. ამ ბოლო დროს კი განსაკუთრებით ხშირად გვეუბნება როდის გადახვალთ, როდემდე უნდა იცხოვროთ აქო. მანანა, ნუ დაიწყე, იცი რომ ეს ეგრე არ არის. იცი რა, შეიძლება სიტყვით ამას არ გვეუბნება, მაგრამ მიგვანიშნებს. რა ესე არ არის? შეიძლება, მაგრამ არ ამგონია დალის გაკეთებული იყოს. მე კი დარწმუნებული ვარ. საჭმელს მარტო ეგამსადებს, სამზარეულოს მე არ მაკარებს. და რა გასაკვირია ეხლა რომ რაღაცა უბედურება ჩაეყარა საჭმელში. იქნებ მიხვდე რაღაცას, პირდაპირ ვერ გვეუბნება და დავტოვოთ ეს ქალი ბოლოს და გადავიდეთ. მე იდიოტმა კიდე ბავშვი დაუტოვა. დაურეკავ ერთი ბაჩოს. მოიყვანოს და მე რაც უნდა ისურვო. აი მე თუ არ მიდოდა ფეხბურთის საყურებლად წამოსვლა. წრუპვა ქალების მოგონილი და ისიც კოქტეილების. ლუდის წრუპვა არ არსებობს. კარგი რა, ცოტა დავლია, ხო არაფერი. ვახო ერთი წუთი თუ შეიძლება. გამარჯობა ქალბატონთან. გამარჯობა. დღეს დილით ექიმების განრიგი ვნახე. და ამ ბოლო დროს თქვენ ორნი სულ ერთად აკეთებთ ოპერაციას. პაციენტებსაც ერთად იღებთ. მე მესმის რომ თქვენ გიადვილდებათ ერთად საქმის კეთება, მაგრამ მინდა რომ მედიორში ყველასთან იმუშაოს და კარგი იქნება თუ ამას სწრაფად მივეჩვევით. ამიტომ განრიგი შევცვალე. ნინი, შენ დღეს სანდროსთან იმუშავებ? ვახო, შენ ლელასთან. სანდროსთან? დიახ, სანდროსთან. რა ჭირს ამას? არც რა ჭირს. კაი, წავედი და საღამოს ერთად წავედით, ხო? რო შეგიხმიანებისა ის. ნიკა. აბა მე ხარ რატომ დამიბარე, ოღონდ სწრაფად, კარგი? ას მარტო ვიყავ და ფილმებს დავუძახებ თქვა. ნიკა, ხო იცი რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ისედაც არ მოვასწრებ ან ვერა. მოდი მაგითო ხარ ხა აქ. პუნქტუალურად ყოფილად. მოდი. გამარჯობა. გამარჯობა, ნინუცა, გაიცანესენ მარი. შენი ახალი თანაშემწე ნინუცა. შენი გზამკვლევი ამ საქმეში, მარი. გამარჯობა. გამარჯობა. ეხლა სწორედ ამაზე ველაპარაკებოდი ნიკას. ძალიან ბევრი საქმე მაქვს და მარტო მიჭირს თქო. ხო, ნინუცა, მარის ერთ-ერთი საქმიანობა კიდე წუწუნის ასევე.
ძალიან მინდა